ევროპელ მინისტრებს საუბრები საქართველოში არ დაუწყიათ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მათი ცენტრალური საკითხი განხილვებისთვის იყო ირან-ისრაელის ომი, თუმცა საქართველოს იყო განხილვის თემა ქვეყნისთვის არც თუ ისე სახარბიელო რაკურსით, რადგან ის ევროპელი მინისტრები, რომლებიც დღეს საქართველოზე საუბრობდნენ, ძირითადად საუბრობდნენ იმ წუხილზე, რომელიც ქვეყნის მხრიდან დემოკრატიული გზიდან გადახვევა გამოიწვია და შესაბამისად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ადამიანის უფლებების შებრალვა, ასევე ანტიევროპული დეზინფორმაციული კამპანია ოპონენტებზე, არასამთავრობო სექტორზე და მედიაზე თავდასხმა მათ უჩენთ გარკვეულ შეკითხვებს იმ კომპასთან დაკავშირებით, რომელთაც ახლა ქართული ოცნება ხელმძღვანელობს და სწორედ ამიტომ დღეს ევროპელები სვამდნენ შეკითხვას თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბრიუსელსა და თბილისის შორის ურთიერთობები სწორედ ამ პირობებში. მოვისმინეთ ლიეტუვას ინიციატივა 6 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ვილნიუსში შეადგინეს და რომელიც ამ საკითხიდან გამოსავალს ასე ხედავს, რომ უნდა შეწყდეს საქართველოს ხელმძღვანელობასთან ნებისმიერი სახის ურთიერთობები და ამავდროულად უნდა შეწყდეს იმ ინფრასტრუქტურული მასშტაბური პროექტების დაფინანსება, რომელშიც ევროკავშირია ჩართული და არა მხოლოდ ევროკავშირი, ამ შემთხვევაში იგულისხმება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციებიც. ამ გეგმის თანახმად ასევე განიხილება არასამთავრობო სექტორისა და მედიის დახმარება საქართველოში, თუმცა რა და როგორ იქნება ამ მიმართულებით დღეს ჩვენ დეტალები არ მოგვისმენია, თუმცა მოვისმინეთ მაგალითად კაია კალასის მხრიდან, უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში უმაღლესი ევროკომისარის მხრიდან განცხადება იმის თაობაზე, რომელიც არ გამორიცხავს მართლმსაჯულების სისტემაში კონკრეტული პირების დასანქცირებას უკვე სამომავლოდ. ამასთან დაკავშირებით, როგორც კაია კალასი აღნიშნავს, მსჯელობა შედგა და ასევე შედგა მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა დამატებითი ნაბიჯები უნდა გადაიდგეს, თუმცა ჩანს მისი განცხადებებიდან ის, რომ კონსენსუსი აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ერთის მხრივ სანქციების დაწესებას და მეორეს მხრივ უფრო მნიშვნელოვან საკითხს საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს ეხება სავიზო რეჟიმის გაუქმებას, თავისუფალი მიმოსვლის გაუქმებას შენგენის ზონაში, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსენსუსი არ არსებობს. თუმცა ვიგებთ იმასაც, რომ ამ თემას საგარეო საქმეთა მინისტრები უკვე ივლისში მიუბრუნდებიან. Ministers also discussed the growing repression in Georgia. დღეს მინისტრებთან ერთად განვიხილეთ მზარდი რეპრესიები საქართველოში, მათ შორის ოპოზიციურ ლიდერებსა და მედიაზე თავდასხმები. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ სამომავლო შემზღუდავი მექანიზმები მათ წინააღმდეგ, ვინც ამაზე პასუხისმგებელია. ვიმსჯელეთ სანქციებზე, იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ასე იქცევა. თუ შევხედავთ პროტესტის მონაწილეებისთვის გამოტანილ განაჩენებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საგანგაშოა. არ ვიცი არის თუ არა ეს სწორი სიტყვა, არაპროპორციულია. ეს კი ნიშნავს, რომ მართლმსაჯულების სისტემა ამ რეპრესიული მექანიზმის ნაწილია. იყო დისკუსია იმ მოსამართლეების სანქცირების თაობაზეც, რომლებიც ამგვარ ქმედებას ჩადიან. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხები დღეს და დავუბრუნდებით მათ უკვე ივლისში. ამ წუთას ჩვენ ვერ მივახციეთ შეთანხმებას. ვიმედოვნებ, რომ სწორედ ამ დროისთვის ამ საკითხის ირგვლივ გარკვეული მოძრაობები იქნება. დისკუსია ეხება იმას, თუ არა ამით საქართველოს. ჩვენი განზრახვა არ არის ქართველი ხალხის დასჯა. ჩვენი მიზანია დავსაჯოთ ის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევას ახორციელებენ. ლიეტუვის ინიციატივით ვთავაზობთ 6 პუნქტს თუ როგორ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ქვეყანაში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება და ახლა სწორი დროა ამის გასაკეთებლად. საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზებები და ხედვები უკვე გამოვთქვით და ამას კოლეგებთან ერთად პირადადაც განვიხილავთ. ეს გულისხმობს როგორც სამოქალაქო საზოგადოების დამატებით დახმარებას, ისე საქართველოსთვის მოქმედი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის რევიზიას. ესტონეთი ძალიან მკაფიოა საქართველოს რეჟიმთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციები. უნდა დავაწესოთ მეტი პერსონალური სანქცია ევროკავშირის დონეზეც და უნდა დავიწყოთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ირგვლივ პროცესი. ეს იყო ესტონეთის შეთავაზება, რადგან საქართველოში ამჟამად არსებული რეჟიმი არ მიჰყვება ქართველი ხალხის ნებას ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა მისცა ეს შესაძლებლობა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის გამო, მაგრამ ახლა რეჟიმმა სრულად შეიცვალა გზა რუსეთისკენ. ამიტომ ეს უნდა გავაკეთოთ. სულ ახლახან მოგეხსენებათ ბრიუსელმა განაახლა ის მექანიზმები, რომლითაც მესამე ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის ან თავისუფალი მიმოსვლის შეჩერება ხდება და იმ ახალი დათქმების პირობებში განსაზღვრულია მასში შემდეგი შემთხვევა. ეს მოხდება მაშინ, როდესაც ქვეყანა ბოროტად იყენებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ან ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს. ამავდროულად გაწერილია მასში ის შემთხვევაც, როდესაც მესამე ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობები
გაუარესდება ადამიანის უფლებების დარღვევის, ესე ვთქვათ, საფუძველზე. სწორედ ამიტომ აი ამ დათქმებში ძალიან ბევრი კითხულობს საქართველოსაც და ბუნებრივია საქართველოს განიხილება სწორედ ამ კონტექსტში, თუმცა დილემა, რომელიც ამჟამად ევროპელი მინისტრების წინაშე დგას, ევროპის დედაქალაქების წინაშე დგას, ეხება იმას, ხომ არ დასჯის ამით ევროპა საქართველოს მოქალაქეებს, რომელსაც დიდ მხარდაჭერას უცხადებს და დღევანდელი გზავნილები კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ ამ შემთხვევაში ევროკავშირში მთავარ აქცენტს აკეთებენ ქართულ ხალხზე, პროტესტის მონაწილეებზე, ევროპულად განწყობილ საზოგადოებაზე, შესაბამისად მათი მხარდაჭერა ამ ადამიანებს აქვთ. მახარებს, რომ საქართველოს დღის წესრიგში ისევ დგას დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს ნეგატიური ტრენდი, ჩვენი შეშფოთება კი მატულობს. მე ნამდვილად მადაგდებს ქართველი ხალხი, რომელსაც ასე ფართოდ სურს იხილოს ევროპული მომავალი. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ სიტუაცია საქართველოში უფრო და უფრო გართულდა. განსაკუთრებით კი სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეებისთვის. მაგრამ ევროკავშირი მუდმივად დგას ხალხთან და მათ ზურვილთან. იყვნენ დემოკრატიულები, მათი ქვეყანა კი იდგეს ევროპულ გზაზე. ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარესაა და მე ამას გეუბნებით როგორც ეუთოს თავმჯდომარე სახელმწიფოს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. თავისუფლებას დავეყრდნობით, ნახავთ, რომ არ გამოირიცხება საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების შეჩერების გადახედვასთან დაკავშირებით კონკრეტული ანგარიშის მომზადება ევროკომისიის მხრიდან. ასეთი რამ გაჟღერდა დღეს სხდომაზე, თუმცა უცნობია დაუშვათ ვადები თუ როდის შეიძლება რომ ევროკომისიამ ეს ანგარიში მოამზადოს. ფაქტია, რომ ერთ თვეში იქნება მორიგი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ ჩვენ არ მოგვისმენია, თუმცა ფართო სპექტრი იყო საკითხების განხილვის ბუნებრივია, ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ ევროპა პოზიციონირებს და ადვოკატირებას უწევს მშვიდობას, დეესკალაციას და შესაბამისად მხარებს ევროპელები მოუწოდებენ საომარი მოქმედებების შეჩერებისკენ და ამავდროულად იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავრი კიევის მისამართით, რომ ევროკავშირი ბოლომდე მის გვერდით იდგება რუსეთის წინააღმდეგ ომში.